ერთი და პატრიარქს, რომელსაც ნათქვამი აქვს სიტყვა, ნათქვამი აქვს და თუ ვინმეს დაგავიწყდათ, კარგად გაიხსენეთ მისი სიტყვები, რომ მიწის გაყიდვა არის. თქვენ თუ პატრიარქი გწამთ, თქვენ თუ პატრიარქის გჯერათ და პატრიარქის სიტყვა სახდება ყველა ქოცობა, ნაცობას უყველას ფეხებზე კიდია. ამიტომ საჭირო არის სინოდმა დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და იქნას ერთხელ და სამუდამოდ ოფიციალური პოზიცია დაფიქსირებული. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც სამშობლო გიყვართ და ვისაც ღმერთის გწამთ. თუ თქვენთვის ძვირფასია სამშობლოს მიწა. ხო, კისრის ტეხით გამორბი ხართ იმაზე, რა ქვია, ოჯახური ღირებულებების დღეზე და ასე შემდეგ. კეთილი ინებეთ სამშობლოს სიყვარული თქვენი ოჯახიდან და თქვენი ეზოდან იწყება და სამშობლოს ბედიღბალი არის გადასაწყვეტი და კეთილი ინებეთ ყველამ. გამოდით და ამოიღეთ ხმა. მორჩა და დამთავრდა. აქ უკვე არა ენის მოჩლეკით ლაპარაკის თავი არავის არ აქვს. იქ მიწა იყიდება, იქ ისახლდება, გამოდიან უჯიშო ხალხი, რომელი უჯიშო ხალხით პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თურმე ეს არა თურმე საქართველოს უკვე ქართულს უკვე ცხოვრების უფლებაც არ აქვს და ამას არც უშიშროებად ხოს პასუხს, არც პოლიცია, არც მილიცია, არც არავინ დედამიწის ზურგზე. და გასაგებია ჩვენ ვინც ვართ ქართველები და საქართველოს შვილები, მე მინდა ყველას დიდი სიყვარულით მოგეფეროთ და ყველას დიდი სიყვარულით იქ ერთმა ადამიანმა დამიწერა კომენტარებში, არაერთხელ დამიფიქსირებია საქართველოში წარმოშობით არა ქართველების მიმართ ჩემი დამოკიდებულება. მე ვენაცვალე იმ საქართველოს შვილს, ვისაც საქართველოს სამშობლოდ მიაჩნია და არც მის წარმომავლობას არ მალავს. აი ისინი არიან საქართველოს პატრიოტები და მე გენაცვალეთ ყველას თქვენ. არა აქვს მნიშვნელობა, სომეხი იქნება, ებრაელი იქნება, ბერძენი იქნება, აზერბაიჯანელი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ვისაც ჩემი სამშობლო და ჩვენი სამშობლო ისეთი უყვარს როგორიც არის და თავის ეროვნებას არ მალავს ამ ბოზებიდან განსხვავებით და არც ცდილობს რომ საკუთარი წარსული დაწარო, იმათ ვენაცვალეს უყველას გულში. და ყველა საქართველოს შვილს, ვისთვისაც ძვირფასია ქართული მიწა. 29-ში 3 საათზე ჩვენ არც ტელევიზია გვაქვს ახლა და არც ისა გვაქვს და არც გვაქვს ინტერნეტი და გვაქვს ესე თუ თქვენთვის ძვირფასია. ვერა ვარ სამშობლოში, კარგად იცით რატოც ვერა ვართ ახლა ამის ახსნა განმარტებას ვერ დავიწყებ, მაგრამ არ ნიშნავს რომ იქ თანამებრძოლები არ არიან, თანამოაზრეები არ არიან, არ მივლენ და არ გააკეთებენ გასაკეთებელს. ეს ჭირდება სამშობლოს და ეს ჭირდება სარწმუნოებას. 29-ში იქნება ჩემო კარგებო ეს შეკრება, იქნება ყველა ის დამოკიდებულება და აი ამ ხალხს მინდა უთხრა. ვინ საქართველოში ხართ? და ვინც 95%-ით აფიქსირებთ, რომ სამშობლოს ღალატი არის ქართული მიწის გაყიდვა, დალოცვილი ქართული ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის გაყიდვა. არ კმარა ამ საქმეს ერთეული სასულიერო პირების ხმის ამოღება. ამას ჭირდება ყველა ქართველის გაერთიანება და დადგომა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამიტომ გადადევით ყველაფერი, შეიკრიბეთ, მოიკრიბეთ და გავიგოთ თუ ჩვენი საპატრიარქო და ჩვენი სინოდი გვეუბნება იმას, რომ თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენ მიწაზე ხმა ამოვიღოთ და თურმე ჩვენ საქართველოსთან უნდა წავიდეთ და აქ უნდა დასახლდეს სხვა ჯიშის ხალხი, მაშინ გვეცოდინება და ყველას გაეცემა თავისი პასუხი. რომ ამ ქვეყნის პატრონი არც საპატრიარქო არის, არც არა. ჩემო ლექსო, საპატრიარქო არის ყველაზე დიდი ინსტიტუცია. სულიერ მდგომარეობაზე საპატრიარქოს აკისრია ვალი. ამიტომ როდესაც საპატრიარქო გააკეთებს და დააფიქსირებს თავის პოზიციას ღია და ეთანხმება თუ არ ეთანხმება ამ ყველაფერს, მე ვერავინ ვერ გამოვა და ვერ იტყვის რომ ჩემმა მამაო მესმე. თუმცა ეს არ უნდა ჭირდებოდეს, იმიტომ რომ რო კითხო ამ ხალხს რომ პატრიარქზე რო გიждდებიან, იმ პატრიარქს სიტყვა აქვს ნათქვამი. და გაფრთხილებული ყავს რომ მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს არც პრეზიდენტს, არ აქვს მიწის გაყიდვა არც იმას, რა ქვია, პატრიარქს და არც ვინმე სხვას დედამიწის ზურგზე. ეს არის ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწა. ამიტომ რაც შეეხება აქციებს, მიტინგებს, წადით, ყველა აქციაზე წადით, ყველა მიტინგზე წადით, რომელიც იქნება ამ ყველაფრის წინააღმდეგ.
არ აქვს მნიშვნელობა ალტინფო გამართავს პატრიოტთა ალიანსი იარეთ და ნახეთ მაგრამ რაც შეეხება მოთავეებს ვინც არიან რო გკითხო რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვინც არიან თუ ამათ არ უნდათ ერთობა ეს ამათ ცალკე გაეცემა და ყველას გაცემს ქართველი საშინელ დღეში ვართ უბედურ დღეში ვართ ჯავარდნილი თუ ვინმე არის შემოგდებული ოპოზიციურ ფლანგზე ოპოზიციურ რეალურ ეროვნულ ფლანგზე რომელ ფლანგზეც არის ეს შემოგდებული როგორც არის გულაშვილი როგორც არის მანჯავიძე როგორიც არის სხვა უცნობი ეს მონაშნირები ამათი ვითომ რომ კოცები არ არიან მაგრამ კოცები რო არიან საქმეზე მიდგება და თუ ასე არის კიდე ვინმე შემოგდებული ვინც ახლა ამბობს რომ მიწა არ იყიდებაო და მე გაუправოს ყველაფერი ხელისუფლებას ესეც გამოჩნდება და ამასაც დაინახოს ქართველი ხალხი ქართველი ერთა იმ მიმფურთხებია მე იმ ქართველისთვის ვისაც სამშობლოს მიწის მადლი ყველას ჩამოხსნით ნიღავს ყველას ჩამოხსნით და გეუბნებით ამ საქმეში ღალატი ეს არის სამშობლოს და ერის ღალატი